საქართველოს ბანკი მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს და ამ მიზნით ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადი გაიმართა. მის ფარგლებში მონაწილე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ ინტენსიურ ვორქშოპებში და ბიზნესის მართვის თუ განვითარების კუთხით ცოდნა და პრაქტიკული უნარები გაეღრმავებინათ. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამა 360 გრადუსიან მხარდაჭერ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ქალ მეწარმეებს სრულფასოვან ეკოსისტემას თავაზობს იდეის ჩამოყალიბებიდან მის წარმატებულ განხორციელებამდე. ჩვენთვის როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მოღვაწე მეწარმეების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. ამიტომ ქალ მეწარმეების განვითარების პროგრამის ჩატარება ბათუმში სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მათთვის თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს. ბათუმში ჩატარებული ვორქშოპების ფარგლებში ქალ მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა და პრაქტიკული კომპეტენციები იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ნამდვილად გამოადგებათ ეფექტურად მართან თავიანთი ბიზნესები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაეროს განვითარების პროგრამას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ჩვენი თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. საქართველოს ბანკი აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ამ პროგრამის მონაწილეები დღევანდელი დღის მდგომარეობით უკვე 300-ზე მეტი ქალი მეწარმეა. ამ კვირაში მქონდა, როგორც გითხარით, მე-18 ნაკადი აჭარის მეწარმე ქალებისთვის. ძალიან გვიხარია, რომ 30 მეწარმე ქალი ყავდა მე-18 ნაკადში. გვინდა, რომ გავაგრძელოთ მსგავსი ინიციატივები საქართველოს მასშტაბით ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად. ჩვენ შევხვდით დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს და მივიღეთ კონკრეტული მხარდაჭერა და კონკრეტული ინფორმაცია და დახმარება მათგან ცოდნის გაღრმავების მიზნით. მე წარმოვადგენ აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას 150 წარმატებულ წევრს აერთიანებს ორგანიზაცია და ფაქტიურად მონაწილეების 90% სწორედ ასოციაციის წევრები გახლავთ. მათ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე გამოწვევების შესახებ.